მინდა სინოდმა გამოარჩია საქართველოს ახალ 142 კათოლიკოს პატრიარქად მიტროპოლიტი შიო მესამე რა სიტყვით დღევანდელ ისტორიულ პროცესზე როგორც მიმდინარეობდა გაფართოებული კრება სამებაში თუ გინდათ ამით დავიწყოთ იმიტომ რომ ეს არის პროცესი რომელიც ფაქტობრივად ნახევარი საუკუნე არ გვინახავს ამ კუთხითაც იყო ის ნამდვილად ისტორიული და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება რა სიტყვით თავად არჩევნების პროცესზე შედეგებზე და ახალ პატრიარქზე გისმენთ დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ჩვენ დღეს ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდით, მართლაც გამორჩეული დღე იყო. მე ვიტყვი იმას, რომ ეს 50 წელი იყო თითქმის გასული წინა პატრიარქ ილია მეორის აღსაღდრებიდან, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ალბათ შეიძლება ჩვენ ცოტა უფრო ღრმად წავიდეთ უკან დაახლოებით 1788 წლის შემდეგ მას შემდეგ რაც კათოლიკოსის ტახტზე აირჩიეს ანტონ მეორე ბაგრატიონი იმის შემდეგ შეიძლება ითქვას აი დამოუკიდებელ ქვეყანაში ჩვენ პატრიარქის არჩევნები არ გქონია. ნუ თუ არ ჩავთვლით, ნუ კირიონ მეორე, როდესაც აირჩიეს, მაშინ 1917-ში არ იყო ჩვენი სახელმწიფო ჯერ დამოუკიდებელი. ერთადერთი შემთხვევა ეს იყო ლეონიდე ოქროპირიძე, რომელიც ძალიან მოკლე მცირე ხანს მოუწია პატრიარქობა და შეიძლება ვთქვათ, რომ 200-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩვენ სწორედ მოვესწარით ისტორიულ მოვლენას, როდესაც სამების საპატრიარქო ტაძარში მოხდა პირდაპირი ფარული წესით ახალი პატრიარქის არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს დღეს შეიძლება ჩვენ კიდევ ვერ გავიაზროთ ამ მოვლენის მნიშვნელობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეს არის უდიდესი პატივი, უდიდესი ღირსება და ჩვენი ეკლესიის მეთაური, ანუ საქართველოს ეკლესიის მამამთავარი დგას იმ უძველეს ეკლესიათა მამამთავრების რიგში, რომლებიც შეიძლება დავასახელოთ სულ რამდენიმე, მაგალითად იგივე ის ბერძნული საპატრიარქოები, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან იღებენ სათავეს, აი სწორედ საქართველოს ეკლესიაც წმინდა მოციქულების მიერ არის დაფუძნებული, წმინდა ანდრიას საღდრად იწოდება ჩვენი ეკლესია და ბუნებრივია ჩვენთან კათოლიკოს პატრიარქის პიროვნებას, მის არჩევას, მის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და რა თქმა უნდა ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავისიგრძე განოთ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მე მინდა მიულოცო მეუფე შიოს პატრიარქის ეს უდიდესი პატივი რა თქმა უნდა აქვე როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალი პატრიარქის არჩევაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ ამასთან მოსდევს ის უამრავი გამოწვევა რომლის წინაშეც დღეს დგას გნებავთ სოფლიო და გნებავთ ჩვენი სახელმწიფო და ბუნებრივია ახალი კათოლიკოს პატრიარქი აი იმ საეკლესიო წესების, იმ საეკლესიო ტრადიციების შესაბამისად ის განახორციელებს იმ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, რასაც მომავალში აუცილებელი იქნება გადასაჭრელად და ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები ეს არის ფაქტობრივად ერის გულისთვის, ერის სახელზე, ესა თავდადება, საპატრიარქო ტახტი, ესა თავგანწირვა. ჩვენი ეკლესიის მამამთავრების ტახტზე შეიძლება ითქვას უამრავი წმინდა პატრიარქი მოღვაწეობდა. მარტო მხოლოდ მე-20 საუკუნის შემთხვევებს ასახელებენ ხოლმე, ნუ შეგვიძლია გავიხსენოთ ხო კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე და სხვები, მაგრამ ჩვენ თუ ისტორიულ რეალობაში უფრო ადრე გადავინაცვლებთ, შეიძლება იქ დავასახელოთ ძალიან ბევრი კათოლიკოსები, რომლებიც პირდაპირ ეწირებოდნენ, მაგალითად შეგვიძლია ევდემოს კათოლიკოსი დავასახელოთ იგივე როსტომ ხანის მმართველობის დროს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები ყოველთვის იყვნენ იმ ერის სულიერ კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში თავარი გამსაზღვრელები. ისინი პირდაპირ ბუნებრივი არ ერეოდნენ პოლიტიკაში, მაგრამ
მათი მთავარი ესე იგი ნაბიჯები ეს დაკავშირებული იყო ერის სულიერ ცხოვრებასთან, რომ ქრისტიანული სარწმუნოების აღსრულებით ადამიანებმა ერმა და ბერმა მართონ სახელმწიფო და არ დააზიანონ. სწორედ აი ამ თანაცხოვრება აუცილებელია და ერთ-ერთი პრობლემა, რაც ეხა მე ჩემას მოგახსენებთ, რაც დღეს დღევანდელ საქართველოში ეს არის ეს გაყოფა და ასთა სხვადასხვაობა, რითაც ჩვენი სახელმწიფო ზიანდება და აი ამ თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ ალბათ ყველა. როგორ? პოლარიზებულ გარემოს გულისხმობთ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ უდიდესი მიღწევების წინაშე ვართ ჩვენ, იმიტომ რომ რამდენიმე საუკუნე ჩვენ სახელმწიფო არ გქონდა. ჩვენი ეკლესია არ იყო ავტოკეფალური, დაკარგული ქონდა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია და აი ჩვენი წინა პატრიარქის და ჯერ კიდევ ეს ბრძოლა კათოლიკოს პატრიარქმა კირიორმა დაიწყო და დაგვირგვინდა 1990 წელს ილია მეორის მმართველობის ხანაში და ეს უდიდესი მიღწევა, უდიდესი მონაპოვარია და როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობას, ასევე საეკლესიო ავტოკეფალიას და ასევე კათოლიკოს პატრიარქის ტიტული, რომ არსებობს და მართველი განაგებს ჩვენს ეკლესიას, ეს უდიდესი შენაძენია, რა თქმა უნდა. ვინაიდან ერთი მეორეს განაპირობებს და როდესაც მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 1801 წლები, ჯერ გაუქმდა ჩვენი ერის ესე იგი ქართლ-კახეთის სამეფომ შეწყვიტა პოლიტიკური არსებობა და შემდგომ ჯერი მიდგა უკვე 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებაზე, ხოლო თავად კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე გადაასახლეს იძულებით რუსეთში. აი ასეთი ურთულესი მოვლენების ესე იგი ეს ისტორია ვითარდებოდა, იგივე შეიძლება ვთქვათ მაგალითად მე-20 საუკუნეში, როდესაც ახალი ავტოკეფალია მოპოვებული იქნა 1917 წელს და ახლად არჩეული კათოლიკოს პატრიარქი კირიონი აი რაღაც წარმოუდგენელ გარემოებაში მოკლულ იქნა. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ჩვენ განსაკუთრებული უპირატესობა გვაქვს, რომ დღეს გვაქვს სახელმწიფო და გვაქვს ეკლესია და რა თქმა უნდა გავიაზროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ და დავაფასოთ ის შესაძლებლობები, ის მონაპოვარი და ის უპირატესობანი, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ჩვენ წინაპრებს არ გქონდა. რა თქმა უნდა დღეს განათლების მხრივ, ტექნოლოგიების მხრივ თუ ასე შემდეგ გაცილებით წინ არის საქართველო და უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ თუ ჩვენი ერი და ბერი გაერთიანდება იმ სწორი ხედვით, რასაც ქვია ქრისტიანული აზროვნება, რასაც ქვია სამშობლოსადმი თავდადება, სიყვარული და პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა და რა თქმა უნდა ახალი კათოლიკოს პატრიარქი, რა თქმა უნდა, აი შეეცდება ის, რომ აი ეს ყოველივე განახორციელოს და რა თქმა უნდა ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მრავალი გამოწვევა, ისევ გავიმეორებთ, გნებავთ პოლიტიკური კუთხით, გნებავთ აი ეს ოკუპაცია, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ თითქმის საუკუნე არ არის, რომ რომელიმე მოხდურის ის არ განვიცადოთ ძალადობა. ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მაქვს აფხაზეთის თემა და ცხინვალის თემა, ვინაიდან ეს არის ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, რომლებიც ეკლესიურადაც საქართველოს შემადგენლობაში შემოდიან და რა თქმა უნდა თუ დავაკვირდებით ჩვენ კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა, რომელშიც შევიდა ცვლილება 2010 წელს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინადადებით და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს დაემატა მეორე ტიტული ცხუმა აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი. რატომ? იმიტომ რომ ბიჭვინთა მცხეთასთან ერთად არის საკათალიკოსო კათედრა, ანუ ძველად იქ აფხაზეთის კათალიკოსი იყო და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აი ამ ორი უძველესი საკათალიკოსო სამართალმემკვიდრეა და რა თქმა უნდა ის სულიერი ცენტრი მცხეთა და ბიჭვინთა ადრე თუ გვიან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სწორედ დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქის
8 წლით ჩვენი შრომით თუ ყველას დახმარებით, ღვთისწყალობით უფალი ინებებს ალბათ რომ ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთი და რეალურად კათოლიკოს პატრიარქის ის ტიტულატურა მხოლოდ არ იყოს ესე რომ ვთქვათ მხოლოდ ტიტული და ამის იმედი გვაქვს ყველას და რა თქმა უნდა სწორედ საქართველოს ეკლესია და მისი კათოლიკოს პატრიარქი არის ერთგვარი გარანტი ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და კიდევ ამბობ ჩვენ სწორედ ურთიერთგაგებით, ურთიერთდახმარებით და ურთიერთშეწევნით ძალიან ბევრ ამას მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და მთავარი გამოწვევა კიდე რომელიც ჩვენ გვაქვს ეს არის განათლება რომელზეც გადის სწორედ ჩვენი მომავალი და აი ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ბევრია გაკეთებული მაგრამ ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ ჩვენ და კათოლიკოს პატრიარქი შიო ჩვენ იმედი გვაქვს რომ აი ამ განათლების სფეროსაც შესაბამისად მეტ ყურადღებას მიაქცევს და რა თქმა უნდა იმ ბავშვთა განათლებას და იმ სხვადასხვა სფეროებს რომლებიც მრავალი პრობლემაა სოციალური თუ ასე შემდეგ რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქს არ ხელეწიფება აი ამ საერო პრობლემების აღმოფხვრა მაგრამ კიდევ ამბობ მისი სწორი პოლიტიკით, მისი სწორი ნაბიჯებით და აი მართებული სულით, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება გაიმართოს და მომავალი თაობები აღიზარდოს სწორედ სწორი ხედვით, ქრისტიანული აზროვნებით, სამშობლოს სიყვარულით და თავისი მოძმის სიყვარულით. სამწუხაროდ დღეს ეს გამოწვევა გვაქვს ჩვენ, რომ აი ეს სულიერების დონე გარკვეულწილად აი ეს ურთიერთდაუნდობლობა, რაღაც სისასტიკე ახასიათებს ადამიანებს, განსაკუთრებით ახალ თაობას და აი სწორედ ქრისტიანული აზროვნება მისცემს შესაძლებლობას ჩვენს ახალგაზრდებს და გნებავთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, რომ უფრო სწორად ვიმოქმედოთ და უფრო სწორად გადავდგათ მომავალში ნაბიჯები და აი პატრიარქის არჩევას აი ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი იქნება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამის წამს და აი ველოდებით რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვისაც რა ხელგვეწიფება აი ამ საქმეში ვიშრომოთ და აი ჩვენს ერს თუ ჩვენს ეკლესიას მივცეთ ის შესაძლებლობა რომ აი სწორედ სწორი სულით იაროს ჩვენმა მომავალმა თაობებმა ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ. კი ბატონო, ბატონ ლევან, რა სიტყვით თავად იმ შედეგებზე, რომელიც დადო პატრიარქის არჩევნება გულისხმობ მიტროპოლიტი იობს 9 ხმა ქონდა, მიტროპოლიტ გრიგორს 7, მოსაყრე შიოს ახლა უკვე ახალ პატრიარქს 22 ხმა. რაზე მიუთითებს ეს ხმათა ესე ვთქვათ განსხვავებულობა, ესე იგი რა პოზიციები არსებობს რეალურად წმინდა სინოდში, ანუ როგორ უნდა გავიგოთ რაღაცა მხარდაჭერის ესე გადანაწილება კანდიდატებს შორის? ну ჩემი აზრი თუ გნებავთ მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ რომ აქ ახლა რა თქმა უნდა უმთავრესი როლი ითამაშა იმ ფაქტმა რომ მიტროპოლიტი შიო ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა გამორჩეული მოსაღდრეთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ. ეს მისთვის უპირატესობა იყო ერთგვარად? რა თქმა უნდა, აშკარად ეს უპირატესობა იყო და ამ ხნის განმავლობაში მიტროპოლიტ შიო აი ეს გაწონასწორებული პოლიტიკა, ну რაც მასზე იყო დამოკიდებული ყოველ შემთხვევაში იმოქმედა და ну შემდგომ უკვე კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ აი საორგანიზაციო საქმეები და ეს პროცესები მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა აქაც გამოვლინდა გარკვეულწილად აი მისი აი ეს ორგანიზების ნიჭი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ შემიძლია მე სხვა მომენტებით ჩამოვთვალო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა გარკვეულწილად დიდი როლი ითამაშა იმაში რომ წმინდა სინოდის მღვდელმთავრების საკმაო ნაწილმა ჯერ კიდევ აი წინა სინოდის ხდომაზე მიტროპოლიტ შიოს მისცეს უპირატესობა და 20 ხმა მიიღო მან ხოლო რაც შეეხება დღეს უკვე გაფართოებულ კრებაზე მას დაემატა უკვე 2 ხმა რაც სავსებით საკმარისი იყო უკვე მისი გაპატრიარქებისათვის
რა თქმა უნდა ეს თვითონ მოვლენაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საჯაროდ მოხდა. ამაში მონაწილეობდა მღვდელმთავრები ბუნებრივია, მაგრამ მონასტრის წინამძღვრები, სამღვდელოების ნაწილი, ინტელიგენციის თუ მრევლის ნაწილი და აი ეს საჯაროობა, ეს ხმის პირდაპირი თუ ფარული მიცემა, ესეც აი მნიშვნელოვანი. სხვათა შორის წინა საუკუნეებში, ეხლა ჩვენ თლად ძველი ამბები არ ვიცით დეტალები, მაგრამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი მეფეები და აი ეს ქრისტიანი მმართველები კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევას, მის კურთხევას და ზოგადად ერის მამა, ასე იწოდება ხო, მამამთავარი და ალბათ ჩვენ ბედნიერი ერი უნდა ვიყოთ იმ თვალსაზრისით, რომ აი ამდენ 152 პატრიარქი გვყავს უკვე, იმიტომ რომ აი ცივილიზებული ქრისტიანული სამყარო რაც არსებობს, ალბათ იშვიათი გამონაკლისია საქართველოს, რომ ასე ამ რაოდენობის პატრიარქი ყავდა და ჩვენ ამასთანავე ქრისტიანული სახელმწიფოც ვართ, ხო? არსებობს საპატრიარქოები, რომლებიც მაგალითად ხომ ბერძნული საპატრიარქოები ყველა არის ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი წინაპრების, იმ მეფეების თუ პატრიარქების ბრძოლით და აი მართლაც წარმოუდგენელი თავდადებით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ქრისტიანულ სახელმწიფოდაც დავრჩით და შევინარჩუნეთ ის ეროვნულ ქრისტიანული კულტურა და ამასთანავე გვყავს კათოლიკოს პატრიარქი, მამამთავარი და რაც განაპირობებს გარკვეულწილად ჩვენს არსებობას, რომ სწორედ ქრისტიანულ ცივილიზაციაში თანაცხოვრობს ჩვენი ერი პატრიარქთან და აი იმ ცხოვრებით, რომელიც ყოველ შემთხვევაში დღემდე მოვედით, რაც უნიკალური მოვლენაა, სხვათა შორის ჩვენს ირგვლივ ალბათ გაგვიჭირდება, რომ დავასახელოთ რომელიმე უძველესი ერი, როგორც საქართველოა, ხო ბიზანტია აღარ არსებობს საუბედროდ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, მადლობა იმისთვის, რომ დაგვიტბეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლევან